ავიდეთ მეგობრებო, გამოვიტანოთ ალექსანდრას ID ბარათი. ავიდეთ იუსტიციის სახლში ზევით მერვეში და მერე წავიდეთ მარისთან. დღეს ამინც არა უშავს თბილა, ცოტა მოგრობულია, მაგრამ თბილა. სიამოვნებით ფეხითაც ჩავიდოდი, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა ნანეტას ძალიან ეზარება. არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ფეხით სიარული ახლა მეიზარება, მაგრამ არა უშავს. რაღაცა ბოლო პერიოდში მივედი იმამდე, რომ უნდა მოვხსნიო ჩემს ორგანიზმს, როგორც ჩემი ორგანიზმი მთხოვს, ისე უნდა მოვიქცე. ასე რომ ახლა მეზარება და არ ვილი. ანუ ხშირად დავდივარ ხოლმე, მაგრამ ახლა მეზარება არა უშავს. კი არ გავწამათ, ახლა ასე ვარ. всё. ალექსანდრუშკას ID აქვს. იმედია მამამისი მალე დაღვინდება და ჩადგება ჭკუაში და პასპორტზე თანხმობასაც მოგცემს. ჯერჯერობით თქვენ იცით, რომ მე აღარაფერს ვერ გავხდი. ორჯერ შევიტანე სასამართლოში, მაგრამ არაფერი და მესამეც უკვე მინდა რომ ადვოკატთან ერთად, მაგრამ მე მგონი ჩვენი საუბრები დაიძრა, ჩვენი თხოვნები, რომ უკეთესი მინდა ჩვენი შვილისთვის და არა უარესი. მოიცადეთ. მეტა რომელი გადის? რომელია? სად მიდის? იმის გამო რომ ალექსანდრას არ აქვს პასპორტი. შესაბამისად ვერსად ვერ მოგზაურობს ჩემთან ერთად. ხოლო საქართველოში თუ ნახავ ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორი სიგარეტს რო ეწევა. მახსოვს სკოლაში ან მე-11 კლასში ვიყავი, ცეკვიდან წავედით ეგრეთ წოდებულ პაესტკაში და ჩვენმა ერთმა გუთოვმა ბიჭმა წაუკიდა სიგარეტს. მაგრამ როცა ავტობუსი გაჩერდა, იქ ამბავი ატყდა ხალხნო. მთელი ამბავი იყო. მარისთან მოვიდი, მიცადეთ. გავესაუბრო. არც მიპასო, ალიოც არ მითხრა, რომელი ხარ, ისიც არ მითხრა. მარისთან მოვედი და გავიკეთო. რეფრეშ რუმში სახის მასაჟი. ანუ ერთ პერიოდი რა კარგად თავყევი და რა კარგად გავიკეთე ყველაფერი და რა კარგი შედეგი მქონდა და მერე რა იყო? ალექსანდრა გამიხდა ცუდად. ალექსანდრუშკა გახდა ცუდად და ვიღარ გავაგრძელე მერე ოპერაციის ამბავი და ეხლა სანამ იტალიაში წავალთ, რა თქმა უნდა, სახე ჩხილებს ვასვენებ. მაგასაც გავიკეთებ. მოყარები გავხი. მელოდება ვითო. სახში არის ვინმე? ვინ არის და საჩევდი. სედეკით. აი მე როგორი ლამაზია. ახალი სკამები. რა ლამაზია. აქ საუკუნე არ ვიყავ. ვაი მე რა ლამაზია შანდლებით. მოკლედ აქ ესთეტიკა აქვს მოწყობილი. მეც ესეთი ლამაზი ვარ. ეს შარვალი დღეს ვერ გავარკვია. ჩამეყოლებინა თუ პირიქით. მერე სიამოვიტანე. მარის ნაჩუქარი ჩანთით რა დავდივარ. აურა კარგია, ძალიან მომეწონა. ლამაზია. მოდი ვაკოი. ეს თუ რომ მოვაკლდა ხალხს. არ გწხვენია? რომ მოიხდა. მე ასახურები როგორ გიხდება შემოხედე. ძალიან სათვალე მომხსენია, ეს დამადებინე. ეჩანაკე გოგო. ნახე გეხუწები. ვაი. ხოსაყორებია. ჩოკვალია. გოგო. აბა. Просто აქ მოდი. ნახე. ეგ ვარ უხდეთ ვარ. ეგ კოტკი წარმოვიდი.
აბა, და მოდიო. აქ ჩაიხედე. დაცახადია. რეები აქ პროსტა. და შენ ის რა ხარ რომ დაიფერთხე რომ დაიკელი წონაში რატომ ის მაგდენი? ეკასია. ეკასია. არა, მე წეპარები ხოლმე. აი მე მეც. არა ეს ხიპი. ეხლა მგონია შარკეში ვიხედებით და რომ გამოაჭენა მომასწრებნა ნახავ. მეტი გაგმოიციეთი. საერთოდ არა ხა არ მარტო წარბებული ის ვქენი. ავიღოთ ხოდა კუჩზე წავისო. რა გაგმევიდე? ამას უყურეთ რას გაგიწევ. ამის ალბათ სადამე გაცირდება მაგრამ გამიგეთ. ეკარა ხარა და სისულს. დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ჩემი ასეთი კიკინებით ყოველ ღამით, რაღაცა ბოლო პერიოდი, აი ესე მაგვსრალ ყოველ ღამით თმას ვიცნი ძილის წინ, როცა დავიბა ხოლმე, ოდნავ ნოტიო როცა მაქვს, მაშინ ჩავიწნი ხოლმე აი ესე ლამაზად და შემდეგ უკვე მეორე დილას, როცა გავიშლი, ძალიან ისე ლამაზად მაქვს ხოლმე, გექნებათ ნანახი ჩემს ვიდეოებში და განსაკუთრებით აი ქუდს უხდება, რომელიც ეხლა ძალიან ტრენდულია და მე რომ მოვიქცოვე და თქვენ რომ მითხარით რომ ნანოტემაკის მოვიქცოვის ტუტორიალი დადეორას ლაპარაკობთ მეგობრებო, მაგის გადაღება ძალიან რთული. ეხლა ხანს გავუღუდე და მინდა გავიგეთო ყავა. დღეს ვარ წასასვლელი. ისეთი ქარია, აი რა ვიცი, გლიჯავს ყველაფერს. გუშინ არ წავედი რომ მეთქი წვიმს თქო და ვთხოვე რომ მეთქი ხვალ რომ მოგიტანოთ რამე პრობლემა ხო არ იქნება თქო და ისე ვუთხარი ნეტა ამინდის პროგნოზში მაინც ჩამახედა რომ ქარი იქნებოდა. მოკლედ სხვა გზა არ მაქვს, დღეს ყველა ვარიანტში უნდა წავიღო ამანათები, უნდა ჩამოვარიგო შექმეთები ჩემოკარგებო. ერთი ამბები მაქვს. ერთმაც ჩავიწანი ამას რომ გავიშლი, ხო გადამაცრობს მაინც თავს ეს ქარი, ასე რომ ну რა ვიცი, რაც არის ის არის, როგორც არის ისე არის, ვეღარაფერს ვეღარ შევცვლით. მომთ კიდევ დამატებით რაღაცეები ვიყიდე. ჩვენი წყლის გამოცხელებას ნახეთ. ჩემს სახლში პრობლემები არ ილევა. ანუ ერთს გააკეთებ მეორეს გააკეთებ მესამე და აი ესე ტრიალებს ყველაფერი. მაგრამ ახლა ვფიქრობ, თუ ლიმიტი დაწესებული მქონდა. Facebook-ზე პირველად ჩავთე, თუ მეორად ჩავთე, მაგრამ Facebook-ს დიდად არ ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ხვდები რომ საქართველოში ძალიან საჭიროა. საქართველოში ძალიან ბევრია Facebook-ის მომხმარებელი. ამიტომ ცოტა გარკვევა მჭირდება. Instagram-ზე ვიცი. Instagram-ზე თვითონ გაჭირს, მაგრამ აქ არ ჩავამაჭრა. უბრალოდ გაითიშა, მაგრამ მივხვდი რომ რაღაცა აქტიურობა არ იყო. და მეთქი რა ხდება თქო და მე რო შევედი, მე რო უკვე ვნახე რომ დავალიანება მქონდა და შეჩერებული იყო ეს ყველაფერი და ანუ შენ თვითონ იხდი Facebook-ზე როგორც ვთქვი, ანუ შენ უნდა დააწყაბო, რომ უნდა გადავიხადო და უნდა გადაიხადო და Instagram-ზე თავისით გაჭრის, არც კი გეკითხება ისე. არ ვიცი, შეიძლება ვცდები და Facebook-ზე ეგრეა და მე მაქვს რაღაცა არასწორად გაკეთებული, მაგრამ ფაქტი არის, რომ ასე არის, ბარათზე ახლა მქონდა, ბარათი არის იქ მიბმული, რომ ამაც უნდა გადაიხადო, საიდანაც უნდა გადაიხადო, მაგრამ თვითონ არ ჩამომაჭრა. მე დავაჭირე თითი.
ხო და ისე გადავიხადა მოკლედ ეგ გადასახადი. მე რაც შეეხება გადასახადებს ერთი სული მაქვს რომ აი ეს გათბობა გაიქიშეს, იმიტომ რომ პირადად მე ამ ზამთარს 200 ლარზე ნაკლები არ გადამიხდია არც ერთი კომუნალური, ანუ 200 ლარს უვისხობ მხოლოდ გაზს. ეხლა მაქვს მაგალითად 201 ლარი გადასახადი, 201 ლარი და ესე მთელი ზამთრის განმავლობაში. კარგით, წავედი ახლა ყავას ვიკეთებ. მე მიხარია ნეტა ამ ქარში მე წასასვლელი თქვი ხო არა. მაგრამ უნდა წავიდე, სხვა გზა არ არის. უნდა წავიდეთ. თმებით ცოტა ხანში გავიშლი. ჯერ მოწესრიგდები მე მაკიაჟს რა გავაკეთებ ჩავიცვა, მერე ჩამოვიშლი რომ დიდხანს გამიწვოს. სხვათა შორის ერთ წვეთ ზედსაც რომ კარგად გადაზილავ და კარგად გადაინაწილებს ძალიან ლამაზია, მე ლამაზად ბრწყინავს და უფრო რბილია და შევიტმები ხა ძალიან რბილია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია ძალიან რბილი. ფენი არ გამომიყენებია, საუბრია. შემდეგ ვიყენებ სხვადასხვა ნიღბებს, დაბანამდე ვიკეთებ მაგალითად პრეშამპუნს, ვისმევ და ვიჩერებ 1.5 საათის განმავლობაში, მე კიდევ ზევიდან ვუსმევ ნიღაბს და ვიჩერებ კიდევ ცოტა ხანი და მე უკვე შევდივარ ამ ყველაფრის ჩამოსაყვანად და აი ეს თმის ნიღბები, რომლებიც ვიყიდე არ ვიცი გაჩვენეთ თუ არა ფიქს პრაისში, რომელიც ერთი არის სწრაფი ზრდისთვის და მეორე არის არაფერი განსაკუთრებული შეფერვა, ანუ არაფერი ისეთი არ არის, მაგრამ ძალიან ეფექტურია, ძალიან მომეწონა. გაჩვენებთ ახლა მიცადეთ. ფიქს პრაისში ვიყიდე, არ ვიცი 3.5 მივეცი. არ ვიცი 5 და 30 მივეცი, რაღაცა ეს ფასები არის, მან თქვა იცით და გაჩვენებთ ახლა მიცადე მოვიტანო. ნიღბებზე გელაპარაკებით, მეგობრებო, შეფუთვა საერთოდ არაფერი არ აქვს, აი ძალიან იაფფასიანი შეფუთვა აქვს, მაგრამ ამას ვხმარობდი ბელორუსშიც, ფიტოსი არის, ნახეთ, და ძალიან კარგია. ხო, ერთი არის, ნახეთ, რომელი არის, აი ეს არის წიწაკის და ეს არის სწრაფი ზრდისთვის. სწრაფი ზრდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამის გამოყენების შემდეგ თმა ისეთ რბილი და ნაზი მაქვს, რომ აი რა ვიცი და ეს არის აი ესეთი რიპენ არ ვიცი როგორ არის ქართულად, მაგრამ აი მიხვდებით რა, აი ეს არის და მოკლედ ძალიან კარგი არის ორივე უკვე რა თქმა უნდა გამოვიყენე, ეს უფრო მეტად გამოვიყენე, ნახეთ შიგნით როგორი არის. სუნიც ძალიან სასიამოვნო აქვს და არ გეგონოთ რომ იმის გამო რომ წიწაკის არის ჯამუბანის დროს შეიძლება თვალში მოგხვდეთ და დაგწვათ, არა საერთოდ არაფერი მსგავსი, აი ესეთი კონსისტენცია არის შიგნით და რა ვიცი, რო შეხვალთ ფიქს პრაისში, აუცილებლად იქით და ჩემი თავს რაღაცა საკითხებს. ხო და ეს ნაკლებად გამოვიყენე, მაგრამ ისიც დავტესტე და მე კარგი სუნები აქვს. ამ საღამოს არა, მაგრამ ხვალ საღამოს მე ვიცი რითიც დავკავდები. რა კარგი ღმერთო ყავა. წავედით ახლა ჩავთოთ კომპიუტერი და დავუპუსტოთ რეკლამა. არა, ზამთარი დაგვიბრუნდა, მაგრამ ქვევით იმდანად არ არის ქარი, როგორც ზევით არის, მინდა გითხრათ, ზევით გლიჯავს, რასაც ქვია ყველაფერს. სასწრაფო წესით გავდივარ მარისთან, რაღაცა მაქვს გასაკეთებელი და ლიბერტი ბანკი დღეს შაბათია და 2 საათამდე მუშაობს და უნდა მოვასწრა. ბარაძე მაქვს პინის შესაცვლელი და ეგ უნდა გავაკეთო უეჭველი ყველა ვარიანტში. აუ, ქვევით არც სივა ძალიან და მოვიძრათ ერთი ეს ქუდი.
მე მეგონა რომ რაღაცა სასწაული იყო, მაგრამ არა. არ ყოფილა სასწაული. ან ეხა მოვარდება და წაგვიღებს. ჩავიცი დუტის ქურთუკი, იმიტომ რომ მეგონა რომ სასწაულად ციოდა. მაგრამ არა. მშვენიერია. მაგრამ რაც არის ის არის უკვე ნაცია გამოსული ვარ, მაგრამ სახლში უნდა ავტრიალდა მე. ეხლა უცბად უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი და მე სახლში უნდა ავტრიალდა. ავიღო ჩემი რაღაცები, რაც უნდა მივიტანო დღეს. მე გუშინ წვიმდა და მაგრამ მითხრეს რომ ის რა ქვია ხვალა არ ვიცი წვიმის გამო თუ არ ვიცი რის გამო. არა, ქარი ამოვარდა. არა, აშკარად მომენტში არ იყო ქარი საკმაოდ. არა, სწორად მოგცელა. აი ჩემი თმები, ლამაზი თმები. გამიბანძდება. უშიც როგორი კარგი არჩევანია, საკმაოდ დიდი. მაგრამ აი მაგალითად, აი ეს რაც მე ვიყიდე fixed price-ში 370 იღებს რაღაცა ეგრე ვიყიდე. აი ეს მომეწონა ძალიან ზევიდან მოსაყელი. ნახეთ როგორი ლამაზია. ეს არ არის ლამაზი. ეს თები მე არ მიყვარს. ამას ვყიდულობდი ხოლმე მინსკში და ძალიან კარგია. აი ეს მაგალითად fixed price-ში ვიყიდე 90 თეთრად და აღღერს 3 და 95 და გაითვალისწინეთ. როგორი ლამაზი ფორმებია მინსკში რო ვყიდულობდი, როგორი ლამაზია. ეს თები არ მომწონს. ეს ნახეთ როგორი ლამაზია. უბრალოდ საკმაოდ დიდი არჩევანია. ერთად არ ვაპირებდი ახლა ალექსანდრუშკასთვის ფეხსაცმელების ყიდვას, მაგრამ შემომეყიდა 2 ფეხსაცმელი სახლში გაჩვენებთ. როგორი ლამაზი ფეხსაცმელები ვიყიდა. ერთი ვიყიდა სპორტისთვის, იმიტომ რომ სულ მაგას წუწუნებს, რომ თასმებს ვერ ვიკრავ, თასმებს ვერ ვიკრავ, დავიღალეო და ვუყიდე ახლები. შევედი ალექსანდრუშკასთვის უნდა მეყიდა კომში და ვუყიდე 2 ცალი ფეხსაცმელი. ალექსანდრუშკა გახარებულია. Интересов сахали. Один. Хорошо, не буду. Давай поставим вот так. Для спорта. А ну-ка, это хлебушка, Мариночка, я купила. Ну этот хочу. Закрываем мне глаза. Закрой глазки. Нет. Ой. Они хорошие хоть тебе будут? Сейчас посмотрим. Давай, сюда. А можешь коробку мне оставить? Конечно, подожди. Это Покажи. для спорта. Покажи. Небольшие? Нет. Вообще Как идеально. раз. Как Просто у раз. меня носки маленькие, мне неудобно. В носках. Точно, да? Да. Ой, мирам халапехи gaezada. Ხედავ. Ხედავთ. Мегобребо, да? Подожди, пускай будет, подожди. Я Марина хочу показать. Сейчас, пока. Марина! Иди. Прямо под наша одеялка, да? Да. Вау, смотри. Смотри. Марин, закрой глаза. Но я скажу, когда открывать. Смотри. Хороший. Вот хлеб. На липучках. Это тебе. Он вот тут был. А ну-ка для спорта. А, и для спорта, мама, Да. молодец. Мама, закрывай мне глаза. Давай, 1, 2, 3. Открывай. Открывай это. Пакетик. Вау! Вот Для это спорта. да. Для спорта. Для спорта такие мягкие. Жалко его. Ну, Эти я хочу, какие-то такие вот. будет пользоваться, а потом летом. Ладно, шучу. Во Это дворе. Это хорошенько было. Хорошенько, да, мужик, смотри, герба багана гекет, ра. Гекет багана. Вау. Очень красиво. Все, уже спокойно будешь мягкий. Мягкие, да? Наконец-то точно постоянно. Не говори. Завязал, распускается. Давай. Мама,
Это еще для 10 или для 9 еще? Нет, Дэдик, это сейчас. Ты летом поносишь? Вау, прекрасно. А потом или это нельзя? Не думаю, сейчас уже они не в таком состоянии будут. Вау, как хорошо. Давай только на кровати не становись. Красивые. Очень хороший. А ну-ка, иди сюда. Покажись, куда ты пошла. Покажись. Вау, как красиво. Они небольшие тебе? Все хорошо? Да, мне удобно. Чуть большие, но ничего. Ну хорошо, к лету как раз, да? Да. А то мама покупает, потом сразу все маленькое, да? Очень красивые. ძალიან მომეწონა. Мне вот это. ლამაზებია იმისთვის, რომ სკოლაში მაგალითად წავიდეს, მოვიდეს, ეს სპორტისთვის საერთოდ იდეალურია, მე თუ მკითხავთ და კორსოში იყო ხა ფასდაკლებები 45 ვარად ვიყიდე თითო ფოტოსი ძალიან კარგი არის, მართლა ეხლა სარბენად იდეალურია, ძალიან მომწონს და ეხლა გულიც მშვიდად, მაგ საერთოდ არ ვაპირებდი ალექსანდრუშ. Очень хорошо. საერთოდ არ ვაპირებდი ალექსანდრუშკასთვის ეხლა ჯერ ფეხსაცმლის ყიდვას, მეთქი რაც გვაქვს მაგით და აი цота რა გამოთმება კაკრას ვუყიდით ხო, მაგრამ Ты точно небольшие, да? Нет, как раз. Точно? Можем поменять. Ну ладно, к лету как раз. Вот только вот это большое. Ну ладно. Вот нет, вот это. 33 აქვს ფეხი, ხო? 33 ვიავღა ეს. Вот это, мама. Вот это большое. Может быть, да, они чуть-чуть стиль другой, поэтому может მაგიტო შეიძლება მეჩანო სტილი აქვს ცოტა სხვანაირი, ესეთები ალექსანდრას ძირითადად არც ქონია, ესეთი ფეხსაც, ანუ ესეთი ბოტასები, უფრო სწორად ქონია რაღაცეები, აღარც მახსოვს. ეხლა შეიძლება ესე მედიდება, მაგრამ აი ცოტა თავისუფალია აქ, მაგრამ რა ვიცი. ალექსანდრას ზოგადად თხელი ფეხია. Что такого? Мама, Ладно, все красиво, все смотри, хорошо. смотри. Да, давай, иди. წამებში ეზრდება ფეხი. დღემშვიდობისა მეგობრებო, წავედით ლილოში. დღეს ამინდია. ახლა ლეილა, ახლა ლას. მოკლედ, რაც ჩართულია ხა ჩემს წინ, არ ვიცი მანქანა შეაღვიცი. დღეს არის ესეთი ამინდია, ახლა ლეილა, ახლა ლას. აი ისე ცხელა, რომ მალე აი ამ ქოთოქსაც გავიხდი. Я так и думаю, ძალიან ცხელა.